2025 წელი ბევრი რამით იყო გამორჩეული, მათ შორის იმ ფილმებითაც, რომლებიც ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება. და როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ვნებათაღელვა ახლავს თუ რომელი ფილმები მოხვდებიან ოსკარის დაჯილდოებაზე. ეს ერთგვარად ასახავს არა მხოლოდ კინოტენდენციებს, არამედ იმასაც თუ რა პროცესები აწუხებს საზოგადოებას გლობალურად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ ოსკარის მოკლე სიის სხვადასხვა ნომინაციაში 3 რუსეთთან დაკავშირებული ომის საწინააღმდეგო ფილმია. ეს არის ფილმები კრემლის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებისა და აქტივისტების შესახებ, რაც კინოკრიტიკოსების თქმით ომისა და ავტორიტარიზმის საწინააღმდეგო მკაფიო გზავნილს შეიცავს. ახლა სწორედ ამ ფილმებზე გიამბობთ. Привет, это я. ერთ-ერთი მათგანია დევიდ ბორენშტეინის ფილმი „მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ“. ამ ფილმში რუსეთში საიდუმლოდ გადაღებული კადრები მოხდა, რომლებიც ასახავს ურალის მთებში საშუალო სკოლის უეცარ მილიტარიზაციას. მასალა გადაღებულია ღონისძიებების კოორდინატორისა და სკოლის ვიდეო ოპერატორის პაվել ტალანგინის მიერ, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა. В которую мы все катимся. Это идеальное прикрытие. კიდევ ერთი ფილმი ამერიკელი კინორეჟისორის ჯულია ლოქტევის ფილმია სახელწოდებით ჩემი არასასურველი მეგობრები ნაწილი პირველი მოსკოვის ბოლო ამოსუნთქვა. ის მოგვითხრობს დამოუკიდებელი რუსი ქალი ჟურნალისტების ამბავს 2021-2022 წლების ზამთარში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდში. ორივე მათგანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთ ფილმს, ეს არის ემიგრანტი რუსი კინორეჟისორის ალექსანდრ მოლოჩნიკოვის ფილმი სახელწოდებით ექსტრემისტი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ჰოლივუდელი ბენ სტილერი. ფილმი შთაგონებულია 35 წლის მხატვრისა და მუსიკოსის საშა სკოჩილენკოს ამბით, რომელსაც 2023 წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სუპერმარკეტში ფასების ეტიკეტების შეცვლისთვის. ამ ეტიკეტებზე უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მესიჯები იყო. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ სკოჩილენკო 2024 წელს გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის ფარგლებში. ფილმი ოსკარზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი. და რატომ მოხვდა ამდენი კრემლის საწინააღმდეგო ფილმი 2025 წელს საუკეთესო ფილმებს შორის? ამაზე რეჟისორს ასეთი პასუხი აქვს, რომ რთული პერიოდები განსაკუთრებულად შთააგონებს ხელოვნებას.